სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. გილოცავთ მეგობრებო, დღეს არის ხსენება წმინდა ღირსი სერაფიმ საროველის ერობაში მას ერქვა პროხორე მოშნინი რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანია. მეგობრებო, იგი დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა ადრე გარდაეცვალა და დედის აღათის მზრუნველობით იზრდებოდა. ბავშვობიდანვე უფალი განსაკუთრებულად იცავდა მას. ერთხელ მშენებარე ტაძრის სამრეკლოდან ჩამოვარდა და უვნებლად გადარჩა. მოგვიანებით მძიმედ დაავადდა, მაგრამ ღვთისმშობლის გამოცხადებით სასწაულებრივად განიკურნა. პროხორეს ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურება, წმინდა წერილის კითხვა და გამარტოებული ლოცვა. სიღმაწვილეშივე გადაწყვიტა მონაზვნური გზა. დედის კურთხევითა და მისგან ბოძებული ჯვრით იგი წავიდა კიევში, ხოლო შემდეგ სქემონაზონად დოსითეოსის რჩევით 1768 წელს საროვის უდაბნოში დამკვიდრდა. აქ მორჩილებაში 8 წელი დააყო. დიდი სიხარული და მორჩილებით ემსახურებოდა მონასტერს და შრომით თავს იცავდა მოწყინებისაგან. მძიმე სნეულების დროს, როდესაც 3 წელი იტანჯებოდა და ექიმზე უარი თქვა, მას კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად და სასწაულებრივად განკურნა. ამის შემდეგ პროხორე ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა. მოგვიანებით მღვდელ მონაზვნადაც აკურთხეს. სერაფიმე, მეგობრებო, გამარტოვდა ტყეში, მკაცრი 8 წლი ცხოვრობდა, მუდმივად ლოცულობდა, კვირაში ერთხელ ეზიარებოდა, ყოველდღიურად კითხულობდა წმინდა წერილსა და მამათა თხზულებებს. მარხვას მკაცრად იცავდა, იგი საკუთარ შრომით ირჩენდა თავს. მცირე საზრდელს იღებდა და ხშირად სრულიად უზმოდას რჩებოდა. წმინდანი ფრინველებსა და მხეცებთან მშვიდობით ცხოვრობდა და დაცვსაც კი საკუთარი ხელით აჭმევდა. ეშმაკის მრავალი სასტუმრის მიუხედავად ღირსმა მამამ კიდევ უფრო გაამკაცრა 8 წლი. 1000 დღე ღამე ერთ დიდ ქვაზე იდგა ხელაპყრობით და ლოცულობდა. ერთხელ ყაჩაღებმა სასტიკად სცემეს, მაგრამ მან გულით მიუტევა და არ მოითხოვა მათი დასჯა. მძიმე ჭრილობებისგან კვლავ ღვთისმშობლის გამოცხადებით განიკურნა. შემდეგ წმინდანმა მდუმარების 8 წლი იტვირთა და ბოლოს 15 წლიანი განდეგილობის შემდეგ საროვის სავანეში დაბრუნდა. აქ იგი კელიაში დაეყო და ასე ვთქვათ, უფალ მამას განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. 1825 წლიდან ღვთისმშობლის ბრძანებით მისი კელიის კარები ყველასთვის გაიხსნა. იგი კურნავდა ადამიანებს, ახვდებდა და გზას უჩვენებდა მათ. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმინდა სერაფიმე დასუსტდა და ხშირად საუბრობდა გარდაცვალებაზე. მას საკუთარი კუბოც წინასწარ მოამზადებინა. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა, ხოლო 2 იანვარს მისი მორჩილმა კელიიდან დამწრის სუნი იგზნო. როცა კარი გააღეს, წმინდანი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხმოყრილი იპოვეს.
ლოცვაში აღსრულებული. შეგვეციოს წმინდა სერაფიმ სარაველის ლოცვა კურთხევა და გფარავდეთ მისი მადლი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა, გაიხარეთ.